სახელითა მამისათა და ძისათა და ძმებისა სულისათა ამენ. დღეს ჩვენ გვექნება მეორე საუბარი, დასკვნითი საუბარი პატრიარქ ბართლომეს და რომის პაპის ერთობლივი ლოცვის, ეკუმენისტური ლოცვის გამო, რომელიც შედგა სულ ცოტა ხნის წინ კონსტანტინოპოლში, იქ არსებულ საკათედრო ტაძარში. უპირველეს ყოვლისა იმის შესახებ მინდა თქვა ორი სიტყვა, რომ ხშირად ამბობენ, რომ შეინანა ადამიანმა ეს თავისი ცდომილება, მაგრამ არ ჩანს არსად ეს საჯარო სინანული მათი, ვინც უმძიმეს საჯარო ცდომილებაში იმყოფება. ამასინად ჩამოსული იყო ათონელი პერი, გამსახური, რომელმაც თქვა, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში აბა როდის ნახეთ ან მე ან პატრიარქი ბართლომე, რომ ერეტიკოსებთან ერთად ლოცულობდითო და ეკუმენისტურ ლოცვებს აღვასრულებდითო. ეს ფაქტია, ხა ვინ გაიქცევა ამ ფაქტს, რომ ეს ერთობლივი ლოცვა მოხდა და არაერთი ასეთი მსგავსი ქმედება ჩაუდენია სამწუხაროდ მსოფლიო პატრიარქს ბართლომეოს. სხვათა შორის უნდა ითქვას იმის შესახებაც, როდესაც საჯარო სინანულთან დაკავშირებით საუბრობთ, რომ კიდევ ითქვა იმის შესახებ ამ სასულიერო პირის მიერ, აქ ჩამომძარნებული სტუმრის მიერ, რომ თითქოს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა შეინანა ის, რომ მან დააკანონა ერთსქესიანთა ქორწინება თავის ქვეყანაში. სად არის ეს სინანული? არავის არ მოგვისმენია მისი საჯარო სინანული და არც ეს კანონი არ გაუქმებულა. ხოლო ეს სასულიერო პირი სამწუხაროდ მას გალობით და საკმევლის კმევით შეხვდა. ამდენად ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანი ერთის მხრივ ჩადის ცოდვას და შემდეგ ის ხვდებოდეს ამ ცდომილების არს მნიშვნელობას და ინანიებდეს. და მეორე, ის რომ არ ინანიებდეს, კვლავ ამ ცდომილებაში რჩებოდეს და ამართლებდეს თავის ცოდვას. ან ამართლებდნენ მის მიერ ჩადენილ ცოდვას, ცდომილებას. ამასთან დაკავშირებით მე მინდა წაგიკითხოთ ამონარიდები, რომელიც წინა კვირასაც ასევე წავიკითხეთ წერილიდან, თანამედროვე მამების მიერ შედგენილი წერილიდან, რომელსაც ჩვენს კიდევ ვიმეორებთ მოვაწერეთ ხელი, ანუ ვიზიარებთ ამ პოზიციას, არაერთხელ გამოგვიხატავს ჩვენ ცალკე დამოუკიდებლად ამის შესახებ. ეხლა თქვენს მინდა გაგაცნოთ ჩვენი პოზიცია, ეს ის პოზიცია ასეთ ქმედებებთან დაკავშირებით. ერთადერთი გზა, რითაც შეიძლება აღდგეს ერეტიკოსებთან ჩვენი კავშირი, არის მათ მიერ საკუთარი ცდომილების უარყოფა და მონანიება. იმისათვის, რომ დამყარდეს ჭეშმარიტი ერთობა და მშვიდობა. ერთობა ჭეშმარიტებაში და არა ცდომილებასა და ერესებში. რაც შეეხება ეკლესიაში ერეტიკოსთა გაერთიანებას, კანონიკური სამართალი მოითხოვს, რომ ისინი მიღებულ იქმნან მხოლოდ და მხოლოდ ნათლობის შემდეგ. ვიდრე ერეტიკოსები აგრძელებენ საკუთარ ცდომილებაში დარჩენას, ჩვენ თავს ვარიდებთ მათთან კავშირს, განსაკუთრებით კი მათთან ერთად საერთო ლოცვაზე დასწრებას. წმინდა კანონები მთელი თავისი სისავსით კრძალავს
არა მარტო საერთო ღვთისმსახურებასა და ტაძრის შიგნით საერთო ლოცვას, არამედ თვით სახლებში ან სხვა ადგილებში ყოველდღიური ლოცვების ერთად წაკითხვასაც კი. ეკლესიის მკაცრი დამოკიდებულება ერეტიკოსთა მიმართ გამომდინარეობს ჭეშმარიტი სიყვარულიდან, მათი გადარჩენის გულწრფელი ინტერესიდან და ეკლესიის დედობრივი მზრუნველობიდან იმისათვის, რომ ერესების მიერ მისი ერთგული მორწმუნეები არ იქნნენ წარწმებულნი. ვისაც უყვარს მოყვასი, იგი ამხელს მას ჭეშმარიტებით და არ ტოვებს მას ცდომილებაში. სხვა შემთხვევაში ნებისმიერი სიყვარული და შეთანხმება მხოლოდ ფარისევლობა და სიცრუე იქნება. არსებობს ასეთი გამონათქვამი: კარგი ომი და ცუდი მშვიდობა. სანაკებო ომი აღებატება იმ მშვიდობას, რომელიც აშორებს ადამიანს ღმერთისაგან, წერს წმინდა გრიგორი ღვთისმეტყველი. წმინდა იოანე ოქროპირი კი გვირჩევს: თუ ხედავ, რომ ღმრთის მოშიშება წამხდარია და კარგულია, ჰარმონიას კინუ არჩევ ჭეშმარიტებას, არამედ მედგრად იდეგი სიკვდილამდე, არსად არ უღალატო ჭეშმარიტებას. სხვაგან იგი უფრო მეტი ემფათურობით დასძენს. არ მიიღო არანაირი მცდარი დოგმა, რომელსაც გააჩნია სიყვარულის საბაბი. ლათინთა წინააღმდეგ მამების ამ პოზიციას ითვალისწინებდა მართლმადიდებლური მრწამსის უდიდესი დამცველი და აღმსარებელი წმინდა მარკოს ეფესელი, რომელმაც ფლორენციაში თავისი აღმსარებლობა შემდეგი სიტყვებით დაასკვნა: ეკლესიის ყველა მასწავლებელი, ყველა კრება და ყველა საღვთო წერილი მოგვიწოდებს შორს დავდგეთ მათგან, ვისაც სხვა მრწამსი გააჩნია და თავი შევიკავოთ მათთან კავშირისაგან. ან რატომ უნდა ვცე მე მათ პატივი? ავყვე მათ, ვინც ყალბი მშვიდობის საბაბით ისრაფვის ერთიანობისაკენ, მათ, ვინც გააყალბა სარწმუნოების წმინდა სიმბოლო მრწამსი და აღიარებს სულიწმინდის გამომავლობას ძისაგან. და ნურასოდეს მოხდება ეს. და არასოდეს არ გადაუხვიო ჩემი სარწმუნოებიდან, არამედ შენი სწავლების და შენ მიერ შთაგონებული წმინდა და ნეტარი მამების სწავლათა დაცვით და ჩემი ღვთისმოსაობით მეც შეუერთდე მათ რიგებს. მე-20 საუკუნის პირველ ნახევრამდე ეკლესია მყარად და უცვლელად ინარჩუნებდა ყველა ერესის მიმართ უარყოფით დაუმგომო პოზიციას, რაც ნათლადაა ჩამოყალიბებული მართლმადიდებლობის ზეიმის ღვთისმსახურებაში, რომლის დროსაც ხდებოდა ყველა ერესის და ერეტიკოსის ცალ-ცალკე შეჩვენება. უფრო მეტიც, იმაში დასარწმუნებლად, რომ არავინ გამორჩა ანათემას, ტექსტის ბოლოს დართულია საზოგადო ანათემა და ყველა ერეტიკოსი შეჩვენებულ იყოს. საუბედუროდ, ეკლესიის ეს ერთიანი მდგრადი და ურყევი პოზიცია, რომელიც მას გააჩნდა მე-20 საუკუნის დასაწყისამდე, თანდათანობით უგულებელს ყოფილ იქნა. 1920 წელს კონსტანტინოპოლის მსოფლიოს საპატრიარქოს მიერ გამოცემული ეპისტოლეს შედეგად. ამ ეპისტოლეში სათაურით ქრისტეს ყველა ეკლესიას ერესები პირველად იყო ოფიციალურად მოხსენიებული ეკლესიებად, როგორც ეკლესიიდან გაუცხოებულნი კი არა, არამედ როგორც კვლავ მასთან დაკავშირებულნი. ჩვენ ვწამს და ვაღიარებთ, რომ ხსნა შესაძლებელია მხოლოდ ქრისტეში. მსოფლიოს რელიგიები და ერესები მხოლოდ დაღუპვისაკენ მიუძღვის თავიანთ მიმდევრებს. მართლმადიდებელი ეკლესია არა მარტო ჭეშმარიტი ეკლესია, არამედ იგია ერთადერთი ეკლესია, მხოლოდ ის დარჩა ერთგული სახარებისა, მსოფლიო კრებებისა და წმინდა მამათა გადმოცემებისა და შესაბამისად მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს ქრისტეს ჭეშმარიტ საყოველთაო მსოფლიო ეკლესიას. ნეტარი მამის იუსტინე პოპოვიჩის თანახმად, ეკუმენიზმი დასავლეთ ევროპის ფსევდო ეკლესიათა საერთო სახელია,
მათი საერთო სახელი ფაქტობრივად პანერესია, ანუ საყოველთაო ერესი. ეს პანერესი მიღებულ და აღიარებულ იქნა ბევრი მართლმადიდებლური პატრიარქისა, ეპისკოპოსისა, სამღვდელოებისა, ბერებისა და ერისკაცთა მიერ. ისინი ასწავლიან და უსინდისოდ ქადაგებენ მას. ისინი ამ პანერეს პრაქტიკაში ახორციელებენ, კავშირს ამყარებენ ერეტიკოსებთან ყველა შესაძლო გზით, საერთო ლოცვებით, ურთიერთსტუმრობით და ურთიერთთანამშრომლობით. ამგვარად საკუთარ თავს ეკლესიის გარეთ ტოვებენ. ჩვენი პოზიცია მსოფლიო კრებებზე მიღებული კანონიკური გადაწყვეტილებიდან და წმინდა მაგალითებიდან ცხადად ჩანს და ახლა თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იკისროს საკუთარი პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, არსებობს საერთო კოლექტიური პასუხისმგებლობები. ძირითადად ჩვენი იერარქები და თეოლოგები თავიანთი ეკუმენისტური ცნობიერების გამო ყველა ერთად პასუხისმგებელნი არიან მართლმადიდებელი საზოგადოებისა და მათი პირადი სამწყსოების წინაშე. მათ ჩვენ ღვთის შიშითა და სიყვარულით ვუცხადებ, რომ მათი პოზიცია და გახსნილობა ყველა ეკუმენური საქმიანობის მიმართ დასაგმობია ყველა ასპექტის გათვალისწინებით. ვინაიდან პირველი, მათ პრაქტიკულად ეჭვი შეაქვთ ჩვენი მართლმადიდებლური პატრისტიკული ტრადიციებისა და ასევე მრწამსში. მეორე, ისინი ეჭვის მარცვალს თესავენ თავიანთი სამწყსოს გულებში და ხელს უწყობენ ბევრი მათგანის კალაპოტიდან ამოვარდნას, სიმშვიდის დარღვევას და ამგვარად საქმე მიხავთ განხეთქილებისა და სქიზმისაკენ. მესამე, ისინი მიუძღვიან თავიანთ სამწყსოს თომილებებისაკენ და მისი საშუალებით სულიერი წარწმებისაკენ. ამიტომ ჩვენ ვაცხადებთ, რომ მათი პოზიცია დაგმობილ და უარყოფილ უნდა იქმნეს იერარქებისა და მთელი მორწმუნე მრევლის მიერ. როდესაც ჩვენ აი ასეთ მამხილებელ სიტყვებს წარმოვთქვათ, წმინდა განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა. ამ შემთხვევაში ჩვენ რაიმე პოპულიზმისაკენ კი არ მივისწრაფით, ან იმისაკენ, რომ მე ერთმა რიგითმა მღვდელმა მსოფლიო პატრიარქი ვამხილო და ვიფიქრო გონებაში, ან თქვა, რომ თითქოს აი შემომხედეთ, მე უფრო მართალი ადამიანი ვარ, ვიდრე მსოფლიო პატრიარქი. ასეთი რამ გონებაშიც კი არ უნდა გაივლოს არც ერთმა ადამიანმა. რადგან თუ ასე ფიქრობ ადამიანი, შენ პირადად უკვე დგები დაღუპვის გზაზე. ვისი მამხილებელი უნდა გახდე ასეთ შემთხვევაში. სწორედ ამას მინდა გაუსვა ხაზი, რომ ჩვენ გრძნობთ პასუხისმგებლობას თქვენს წინაშე, რომ თითოეულ თქვენთაგანს მოგაწოდოთ ის, რასაც ეკლესია ამდენი საუკუნეების მანძილზე ურყევად იცავდა, ინახავდა და გადმოცემდა. და რომ ჩვენ სასულიერო პირებმა ეს პასუხისმგებლობა ავიღეთ ღვთის წინაშე და თქვენს წინაშე, რომ ზუსტად გადმოცეთ ის, რაც დედა ეკლესიამ გვასწავლა. და ვინც არ უნდა იყოს სასულიერო პირი თუ ერის ადამიანი, ვინც ამ სწავლებას გადაუხვევს, გნებავთ ეს იყოს მსოფლიო პატრიარქი თუ ერის ადამიანი, ვიქნებით მკაცრი მამხილებელნი მათნი. იმიტომ რომ კიდევ და კიდევ, როგორც აი აქ მამები საუბრობდნენ ამის შესახებ, ჩვენ გვინდა ასე ხმამაღლა ვერ ვიტყვი, რომ გვიყვარხართ. რა თქმა უნდა, ვცდილობთ, რომ გვიყვარდეთ ყველა, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ გვიყვარდეთ თქვენ და აი სწორედ აი ეს მზრუნველობა ჩვენ გვავალდებულობს იმას, რომ ასე ვთქვათ, ასე მოვიქცეთ, ასე დავიცვათ ჩვენი თავიც და თქვენს ცრუ სწავლებისაკენ, რომ არ წარწყობდეთ, რომ ჯოჯოხეთის საშინელებაში არ აღმოჩნდეთ. მიუხედავად იმისა, რომ გვიწევს ძალიან დიდი ბრძოლა ამასთან დაკავშირებით, რადგანაც კიდევ ვიმეორებ, რომ
ჩვენ არა მარტო ადამიანებთან გვაქვს ბრძოლა ასეთ შემთხვევაში, არამედ ეშმაკის მანქანებასთან, დიდ ძალასთან, რომელიც საუკუნეების მანძილზე ებრძოდა ეკლესიას და ასე შეებრძოლება იგი ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე. მე მინდა ვთქვა, რომ მსოფლიო პატრიარქთან დაკავშირებით, რომ მან ისიც კი გაბედა და თქვა, რომ თითქოს ფოლტი დიდი, თითქოს გრიგორი პალამა, მარკოზ ეფესელი, აი ესეთი დიდი წმინდა მამები მცდარ გზაზე იდგნენ, წარწმედის გზაზე იდგნენო და არასწორ სწავლებას გადმოსცემდნენ. ამას რბილად ვამბობ, კიდევ უფრო ცუდად და უხეშად აქვს მას ეს ნათქვამი. რადგანაც ის ხედავდა, რომ მას ამხელდა იმ ძველ დროში, რომელიც საუკუნეებია, ხო, მე-9, მე-13, მე-14 საუკუნის მამებზეა საუბარი, იმ ძველ დროში, როდესაც ამხელდნენ პაპიზმს და ამხელდნენ ეკლესიიდან განდგომილებას, ეს მასაც ეხება. მასაც დღევანდელ მსოფლიო პატრიარქს, რომელსაც ზოგი დიდ წინასწარმეტყველს უწოდებს და ზოგი კიდე მოციქულთა სორს და არა მარტო მოციქულთა სორს, არამედ მოციქულსაც კი წიგნია ასეთი სახელდებით სამწუხაროდ გამოცემული და ამ ადამიანს კი დახმარება ჭირდება, შველა ჭირდება, იმდენად მძიმე ცოდვებშია, იმდენად მძიმე ცდომილებაშია, რომ ნამდვილად შველა ჭირდება და ეს მისი შველა კი არის მხილება, როგორც ამას წმინდა მამები გადმოსცემენ. უნდა თუ გიყვარს, უნდა ამხილო და უნდა უთხრა და არა მასთან ერთად დადგე და ცდომილებაში იმყოფებოდე, ლოცულობდე თუ სხვა საქმეს აკეთებდე. აი ასეთია ჩვენი პოზიცია, ეკლესიის პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით და ასე რომ ყველამ ერთად სასულიერო პირებმაც და ერის ადამიანებმაც ყველამ ერთად ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა საკუთარი თავის გამო და ასევე იმ ადამიანების გამო, იმ საზოგადოების გამო, რომელიც ჩვენ შემოგვწერიან. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგვიგოთ.